მოგესალმებით. მე ცვატა ბერძენიშვილი ვარ, ბევრი პროფესია მაქვს, ბევრი მიმართულებით მუშაობ, მაგრამ თქვენს წინაშე ამჟამად წარვდგები როგორც უბრალოდ მკითხველი და გავკადნიერდები და ჩემი გემოვნებით რამოდენიმე წიგნს გირჩევთ. პირველი წიგნი, რომელზეც მინდა რომ გელაპარაკოთ და რომელსაც აი ხა ამ სანტა ესპერანსას შესანიშნავ მაღაზიაში ავარჩევ, ეს არის ჩემი საყვარელი ავტორის საყვარელი წიგნი. ესე ამით დავიწყებ. თუმცა სანამ გეტყვით რომელ ავტორზე და რომელ წიგნზე ლაპარაკი, მანამდე ერთ პატარა კითხვას დაგისვამთ თვით ჩაღრმავებისთვის და დაფიქრებისთვის. აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან მოვიდა ქრისტე. რას იზამდით? ოღონდ სანამ ამ კითხვაზე პასუხს გასცემთ, მანამდე კარგად დაუფიქრდით შემდეგ დეტალს. თქვენთან მოვიდა ქრისტე არა მთელი თავისი დიდებულებით, მთელი თავისი ბრწყინვალებით, არ მოსულა თქვენთან როგორც ღვთისშვილი, როგორც ღმერთი, როგორც სასწაულმოქმედი, ის თქვენთან მოვიდა როგორც დევნილი, შეშინებული და მშიერი ადამიანი. როგორ მოიქცეოდით? შემოუშვებდით, მიიღებდით თუ პოლიციას გამოუძახებდით? აი ეს არის შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც ცდილობს ჩემთვის უსაყვარლესი ავტორი ნიკოს კაზანძაკისი თავის შესანიშნავ ნაწარმოებში ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის. ეს არ არის რელიგიური წიგნი. აქ ვერ შევხვდებით რეალურ ქრისტეს, ანუ თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ აქ შევხვდებით ბიბლიურ ქრისტეს, ბიბლიიდან გადმოსულს. წინასწარ უნდა გითხრათ, რომ იმედი გაგიცრუდებათ. მაგრამ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ქრისტიანული წიგნი, რომელიც ოდესმე წამიკითხავს და კაზანძაკისი არის ერთ-ერთი ყველაზე ქრისტიანი ავტორი, რომელიც ოდესმე წამიკითხავს. მიუხედავად იმისა, რომ ის საერთოდაც არ არის აღმსარებლობით ქრისტიანი და უფრო ურწმუნოთა კატეგორიას განეკუთვნება. რა ხდება ამ წიგნში? ერთ-ერთ პატარა ბერძნულ სოფელში, რომელიც რა თქმა უნდა გამოგონილი სოფელია და რომელიც თურქების მიერაა ოკუპირებული, მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ხდება ეს მოქმედება. აქვთ ასეთი ტრადიცია, რომ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ქრისტეს ჯვარცმის სცენას გაითამაშებენ ხოლმე. წინასწარ არჩევენ მსახიობებს, ვინც ასრულებს ქრისტეს როლს, იუდას როლს, მარია მაგდალელის როლს და ასე შემდეგ, სხვადასხვა ბიბლიური პერსონაჟების როლს. და ამ დროს ამ სოფელს მოადგება თურქებისგან დევნილი ადამიანების არმია. და თუ როგორ იქცევიან პერსონაჟები, აი მაგას მივყავართ იმ კითხვაზე პასუხზე, რომელიც თავში არის დასმული. მეორე წიგნი, რომელზეც მინდა რომ გესაუბროთ, ეს არის ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული უფრო ისე საკმაწვილო ახალგაზრდული ნაწარმოებია, თუმცა მე ვისურვებდი, რომ მხოლოდ ახალგაზრდებს არ წაეკითხათ ეს წიგნი და ნებისმიერ თაობის ადამიანს გადაეკითხა. პატარა წიგნი არის, არ არის დიდი წიგნი, ეს არის ტოდ შტრასერის, ამერიკელი მწერლის წიგნი ტალღა. და რას ეფუძნება, რაზეა ეს წიგნი? ერთ-ერთ სკოლაში, ამერიკულ სკოლაში, ისტორიის მასწავლებელი თავის სკოლის მოსწავლეებს აჩვენებს დოკუმენტურ ფილმს ნაცისტურ გერმანიაში მიმდინარე საშინელებების შესახებ, თუ რას უშვებოდნენ ნაცისტები ებრაელებს საკონცენტრაციო ბანაკებში. ახალგაზრდებს, მოსწავლეებს, სკოლის მოსწავლეებს, არასრულწლოვნებს, თინეიჯერებს უჩნდებათ ძალიან ლოგიკური შეკითხვა, რომ ისეთ დიდ კულტურულ, ისტორიულ, ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც გერმანია, როგორ მოხდა ისე, როგორ დაუშვეს გერმანელებმა, რომ ასეთი საშინელება ხდებოდა მათ თვალწინ, ასეთი საშინელი ბრჭყალებში სპექტაკლი თამაშდებოდა მათ თვალწინ და ისინი ამას არაფერს არ აკეთებდნენ. პირიქით, ისინი არაფერს საწინააღმდეგოს არ აკეთებდნენ და პირიქით ჩართულები იყვნენ ამ პროცესში. მასწავლებელმა იმის ნაცვლად, რომ მზა პასუხები მიეწოდებინა სკოლის მოსწავლეებისთვის, გადაწყვიტა პატარა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. და თუ რაში გადაიზარდა ეს ექსპერიმენტი, ამის შესახებ გვიამბობს ეს წიგნი. მესამე წიგნი, რომელზეც მინდა რომ გესაუბროთ, ეს არის ირანელ-ამერიკელი მწერალი ქალი მარჯან ქამალი, რომელსაც აქვს ესეთ შესანიშნავი წიგნი საკანცელერიო მაღაზია თეირანში. მიმდინარეობა პროცესი ხდება ნაწარმოების 50-იანი წლების ირანში, სადაც ხდება გადატრიალება, მოსადეყის ხელისუფლებას გადაამხობენ და შაჰის ხელისუფლება ბრუნდება ხელთ იგდებს ძალაუფლებას და დაახლოებით 60 წლის მერე მოვლენები ასევე ვითარდება ამერიკაში. იგივე პერსონაჟების თავს, ოღონდ უფრო ასაკში შესული დაბერებული პერსონაჟები. ამ წიგნში ჩვენ შევხედავთ ირანის უახლოეს ისტორიას, ირანი, რომელიც ჩვენი უახლოესი მეზობელია. და მნიშვნელოვანია, რომ მისი ისტორია, მისი კულტურა ვიცოდეთ.
დღესდღეობით მით უმეტეს რა პროცესებიც ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ირანის და ირანელების, რიგითი ირანელების შესახებ კონდეს უფრო მეტი წარმოდგენა. და მეოთხე წიგნი, რომელზეც მინდა რომ გესაუბროთ, ეს უკვე არის ქართველი ავტორი, ეს არ არის მხატვრული ნაწარმოები, უფრო სამეცნიერო ნაწარმოებების კატეგორიას განეკუთვნება, ეს არის სოსო მარგიშვილის წიგნი მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ. ძირითადად სადღეგრძელოებით ვსწავლობთ, რომ რაღაცა 55,000-მა ქართველმა 300,000 ან 600,000 თუ სელჩუკს მოუგო ბრძოლა 3 საათში, ან 1500-მა ქართველმა 100,000 სელჩუკი აოტნა ერწუხის ბრძოლაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ამაზე კრიტიკულ კითხვებს არავინ არ სვამს. და ეს წიგნი კრიტიკულად გვანახებს იმ ფაქტებს, ვითომ ფაქტებს, რაც არსებობს დავით აღმაშენებლის შესახებ. ზოგადად დავით აღმაშენებელი, რომ საქართველოს ისტორიაში მე თამამად ვიტყვი, რომ სოფლიო ისტორიაშიც კი ერთ-ერთი უნიკალური მოვლენაა და საქართველოს ისტორიაში ალბათ ნომერ პირველი ფიგურა არის ბევრი მოსაზრებების გამო. ის რომ ჩვენ რიცხვებს და რაღაც ფაქტებს, რაც დავით აღმაშენებლის ირგვლივ არსებობს, ცოტა კრიტიკულად და ცოტა ეჭვს თვალით შევხედავთ, საერთოდ არ აკნინებს მას. პირიქით, მე თუ მკითხავთ, გაცილებით უფრო დამაკნინებელი დავით აღმაშენებლისთვის არის ის, რომ მის ვითომ განსადიდებლად რაღაც აშკარა 6 ნიშნას სიბრიყვეებს დავახეთქებთ ხოლმე და ვამბობთ, რომ 600,000 კაცი დავამარცხეთ ერთ ბრძოლაში. დიდგორის ბრძოლა ნამდვილად იყო უნიკალური მოვლენა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში და ეს აქაც არის აღწერილი, მაგრამ არა იმიტომ, რომ 300,000 თუ 500,000 თუ 600,000 სელჩუკი იქნა დამარცხებული და თუ რატომ ამაზე ამ კითხვებზე ამ წიგში იპოვით პასუხს.